გამარჯობა, ეს არის დღის ქრონიკა. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა შეიძლება ითქვას მსოფლიო მედიის მთელი დღევანდელი დღის წესრიგი შექმნა. გაბარდმა საზოგადოებას აცნობა, რომ ამერიკის 54 პრეზიდენტი ბარაკ ობამა შტატების ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნებთან ერთად შეთქმულებას აწყობდა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. მათი მიზანი კი იყო დაეჯერებინათ საზოგადოება, რომ დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის შედეგი იყო. გაბარდმა მტკიცებულებები იუსტიციის სამინისტროს გადაუგზავნონ და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს. ტრამპმა ამერიკის ეროვნული საფრთხეობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა Deep State-ის მხილებისთვის. Deep State-ი რომ რეალურია და მისი ხელწერა ყველგან ერთნაირია, სწორედ ამ შინაარსის ვრცელი წერილები გამოაქვეყნეს დღეს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ხელისუფლების სხვა პირებმა. ეს ხელწერა იარლიყების მიწებებას, დაბრალებასა და მტკიცების ვალდებულებებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. პრემიერმა ერთნაირი ხელწერის მაგალითებიც ჩამოთვალა მარინ ლე პენი, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები, მოლდოვის მოვლენები და საქართველოს ირგვლივ მიმდინარე პროცესები მთლიანად. ქართული ოპოზიცია, რომელიც Deep State-ს ხშირად ირონიულად მოიხსენიებდა, დღეს ტონს იცვლის, მაგრამ პარალელი მაინც უადგილოდ მიიჩნევა. იარლიყების პოლიტიკასა და დასავლეთთან ურთიერთობაზე ვისაუბრეთ დღეს ჩვენ სტუმრებთან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, მოგვიანებით კი ხალხის ძალიდან ეკა სეფაშვილი იქნებიან ჩვენი სტუმრები. მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს არჩილ გორდულაძეს. მოგესალმებით ბატონ არჩილ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი დღის მთავარი თემა მსოფლიოს მედიისთვის არის ტულსი გაბარდის მიერ წარმოდგენილი, ესე ვთქვათ, ბრალდება. და მტკიცებულებები, რომელიც მან იუსტიციის სამინისტროს მიაწოდა და რომელზეც სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს, იარლიყების მიწებების პოლიტიკა უცხო არ არის და ახალი არ არის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ლაპარაკობს უკვე წლების განმავლობაში. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ ეს იარლიყების მიწებება Deep State-ის მეთოდია, როგორც თქვენ აღნიშნეთ. რა იქნება ქართული მეთოდი მის საწინააღმდეგოდ საბრძოლველად? ის გზა, რომელიც თქვენ არჩეული გაქვთ, რაზეც თქვენ მუდმივად საუბრობთ, თუ არის კიდევ დამატებითი მექანიზმები, რითაც უნდა ებრძოლოთ ამ ყველაფერს? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ თუ რა ითქვა და რა არის მაგალითი მოცემულ შემთხვევაში. როდესაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ საუბრობს Deep State-ის შესახებ, ეს დადასტურებული ფაქტია. და როდესაც გავლენებზეა საუბარი, კიდევ ერთხელ დადასტურებულ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ Deep State ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი სიტყვები, ეს სავსებით რეალური მოვლენაა, სავსებით რეალურია განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფის გაერთიანების შესახებ, თუ არა გაერთიანების შესახებ და რომელსაც აქვს სურვილი, რომ განსაკუთრებით სხვადასხვა ქვეყნებში, რომელთაც მიმართა სტრატეგიული ინტერესი შეიძლება არსებობდეს, მათზე გავლენა მოახდინონ. და ეხლა ქილიკით რო საუბრობენ ზოგიერთები კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებულები, რეალურად ამავე Deep State-ის მართული ადამიანები და აგენტურის წარმომადგენლები, ისევ და ისევ საზოგადოების მოსატყუებლად, ეხლა რაღაც იტყვიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იტყუება, აი აქამდეც კი მივლენ, არა რა თქმა უნდა ესენი ამ ყველაფერს ვერ იტყუებენ, მაგრამ შიდა მოხმარებისთვის ახალ სიგიჟეს, ახალ ტყუილს რა თქმა უნდა მოიფიქრებენ. თქვენი კითხვის პასუხად თუ რა შეიძლება გააკეთოს პატარა, მაგრამ ძალიან ამაყმა ერმა, ქართველმა ხალხმა და ქართულმა საზოგადოებამ, ეს არის რომ ყოველთვის ისაუბროს სიმართლე და ყოველთვის საზოგადოება ამყოფოს ინფორმაციის ქვეშ, ანუ ინფორმაცია მიაწოდოს ბოლომდე თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის თავს, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, განსაკუთრებით იმ რეგიონში, რომელთა მიმართაც არსებობს განსაკუთრებული ინტერესები, რა თქმა უნდა, და ჩვენი ქვეყნის შიგნითაც. ჩვენ ამ დეზინფორმაციულ კამპანიას უნდა დავპირისპიროთ მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. განსაკუთრებული შემთხვევები გვაქვს, რა თქმა უნდა, როდესაც ახლოვდება ხოლმე წინასაარჩევნო ამბები, წინასაარჩევნო კამპანიები და ამ კამპანიების პარალელურად, როდესაც საჭირო არის Deep State-ის მართული ადამიანების მხრიდან, რომ უფრო დუღილის ტემპერატურა აიწიოს, მათ შორის ვხედავთ ჩვენ უცხოური სახელი და გვარის მქონე მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს, მათ გააქტიურებას, მათ შორის დიპლომატების ჩართულობას, დიპლომატების აქტიურ მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში, რაც საერთოდ
რომელ კონვენციაში, რა შეთანხმებაში, ზოგადად რა ლოგიკაში, რა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ჩდება, კაცმა არ იცის. ჩვენ გვყავს სამწუხაროდ დიპლომატებად წოდებული თანამდებობაზე გამწესებული ადამიანები, რომლებიც გადაქცეულები არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის აპოლოგეტებად, ადამიანებად, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მათ, რა ვიცი, PR სამსახურში დასაქმდებიან, საბოლოო ჯამში აქამდე შეიძლება მივიდეთ, მაგრამ არავითარი დიპლომატია მაგათ უკვე აღარ ცხიათ. და ეს ყველაფერი რატომ კეთდება? კეთდება იმიტომ, რომ მავანს და ეს მავანი არის უბრალოდ რომ Deep State-ი არ აქვს სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დავალებას მხოლოდ და მხოლოდ ქართული ხალხისგან იგებს, ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, როგორც წარსულში გვახსოვს 2004-2012 წლებში სხვის დაკრულზე მოცეკვავე, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი ადამიანები, რომლებიც ეხლა ზუსტად ერთხელ აგენტურაზე ხელმომწერი ადამიანები, მუდმივად აგენტი არის და ყოფილი აგენტები არ არსებობენ. ეხლაც ანალოგიურად აგრძელებენ და ზუსტად ეს აგენტურის წარმომადგენლები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ საქართველოს შეასრულოს ის დავალება, რაც მიღებული არის Deep State-ისგან, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს მეორე ფრონტი, რომელსაც ვერ იღირსებიან მანამ საქართველოში ქართული ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ერთ მუშტად და ერთ გუნდად იქნება შეკრული. ზუსტად ეს არის რომ ყელში აქვთ გაჩხერილი და ზუსტად ამიტომაც არის რომ პრორუსულობის იარაღის მიწვევებას ცდილობენ. მარტივად რომ თქვა, ყველა ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენელი ან ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, რომელიც არ აწყობს და ხელს არ აძლევს Deep State-ს, ყოველთვის ხდება მსხვერპლი დეзинფორმაციული კამპანიისა, რომელიც კარგად აპრობირებული იყო ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში, კარგად აპრობირებული იყო ნაცისტურ და ფაშისტურ ევროპაში წლების წინ, რომელზედაც ევროპამაც და ჩვენ ყველამ ერთად უარი ვთქვით, რომ ტყუილი უნდა გამეორებული იქნეს არაერთხელ 1000-ჯერ, რომ საბოლოო ჯამში ეს ტყუილი სიმართლეს იქცეს. ადამიანები, რომლებიც Deep State-ს არ მოსწონს, ყოველთვის ხდებიან, რომ პრორუსულობის იარაღი მიწევლებულები და საბოლოო ჯამში არავითარი საფუძველი, არავითარი მტკიცებულება და ამ ადამიანებმა უნდა ამტკიცონ, რომ პრორუსულები არ არიან, არავითარი ჩვენს ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ქართველი შეგნებით, აზროვნებით, შეგრძნებით, ყველანაირად ქართველი და მხოლოდ ქართული საქმის კეთებელი. ბატონ არჩილ, თქვენ რაზეც ისაუბრეთ ახლა, რომ ეს არის სიარლიყების მიწებება, დაჯერება საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც მაგალითად შეიძლება სკეპტიკურად ან კრიტიკულად იყოს განწყობილი ხელისუფლების მიმართ, რომ ეს ესეა. ახლა მიმდინარე პროცესები იგივე შეერთებულ შტატებში, როგორ ფიქრობთ, ამ საზოგადოების ამ ნაწილზე იმოქმედებს, რომ სხვა კუთხით დაანახონ არსებული ვითარება? ადამიანები თუ მოინდომებენ, დაფიქრდებიან და რეალურად ობიექტურად ინფორმაციებს გაეცნობიან, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ ისინი არ მივიდნენ დასკვნამდე თუ რა დონის ზეწოლა მიმდინარეობს საქართველოზე, რა დონის ზეწოლა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფ პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვამს, რომ როდესაც მოვისმინეთ რობერტ ფიცოს განცხადება და მიმართვა, ქვეყანას სლოვაკეთს თუ შევცვლით საქართველოში, ზუსტად ანალოგიური ერთ-ერთი მოვლენები ვითარდება ჩვენს ქვეყანაშიც და სლოვაკეთშიც. ზუსტად იგივე მოვლენები გაკეთება უნდათ რომ ჩაერთონ უნგრეთის შემთხვევაში. იგივე ვნახეთ მაგალითად მოლდოვაში პირდაპირ პოლიტიკურად მიუღებელი და არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ Deep State-ის მიუღებელი ადამიანების მათივე სლენგი რომ გამოვიყენოთ, დაკენსელება მიდის. მიმდინარეობს ამ ადამიანების პირდაპირ ხაზის გადასმა, უქმდება სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიების ადამიანებს აღარ აქვს შესაძლებლობა რომ პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ. იგივე ვნახეთ მაგალითად საფრანგეთში, გერმანიაშიც იგივე მოვლენები ხდება და ყველაფრის ერთი ლაიტმოტივია პრორუსული. უბრალოდ ერთი სიტყვის თქმა პრორუსული და დამთავრდა, მე აქ უკვე ყველაფრის არაფრის მტკიცება აღარ არის საჭირო და თვითონ ამ ადამიანებმა უნდა იმართლონ თავი. არათუ ბრალდებელმა და
ინფორმაციის გამავრცელებელმა, არამედ კონკრეტულმა ობიექტმა უნდა ისაუბროს, რომ იგი არ არის პროლესური, მაგრამ არავითარი მტკიცებულება ამისთვის საჭირო არ არის. აი ამ სამწუხაროდ ასეთ მსოფლიოში გვიწევს ცხოვრება და ჩვენ ახლა სხვა ქვეყნები თავიანთ სატკივარს თვითონვე მიხედავენ, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სატკივარი. როდესაც ასეთი გამოუგნებელი ყველანაირ ზღვარს გადასული ზეწოლა არის ჩვენს ქვეყანაზე, ამიტომაც არის რომ ხმას ვიმახლებთ. თუ წარსულში უბრალოდ არ შეგვეძლო თელ რიგ საკითხებზე საუბარი, ეხლა იმისევ და ისევ, იმიტომ რომ ქართველი ხალხი გვიდგას გვერდით და მათი მხარდაჭერა არის ურყევი, ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია თავამად ვთქვათ, რომ ჩვენს მიმართ მითითებები, თითის დაქნევები და შანტაჟები, მუქარები უბრალოდ არ ჭრის, იმიტომ რომ არასდროს არ ჭირდა ქართველზე მუქარა და შანტაჟი, იმიტომ რომ ეს ჩვენს ღირსებას შეურაცხყოფს და რაც ჩვენთვის ღირსების შეურაცხყოფელია და რაც ჩვენ უბრალოდ გვიქადის უბედურებას, ამაზე ხელის მომწერი ხელისუფლება წარსულში ყავდა, მაგრამ ეხლა და მომავალში არასდროს არ იქნება ჩვენი ქვეყნის ომის უბედურებაში თუ სხვა ნებისმიერ კატაკლიზმებში გადაგდები ხელისუფლება საქართველოში უბრალოდ აღარ დაბრუნდება და მოდით ეხლა ევროკავშირის ევროპისკენ გადმოვინაცვლოთ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში ვეხოთ აი სულ ცოტა ხნის წინ რიკარდ იოზვიაკის ბლოგი გამოქვეყნდა სადაც ის წერს ასეთ რამეს რომ ევროკავშირის 8 წევრმა სახელმწიფომ იტალიის ხელმძღვანელობით წინააღმდეგობა გამოთქვა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე. აგვისტოს ბოლომდე არის ერთგვარი, ესე ვთქვათ, დედლაინი, როგორც კაია კალასის წერილში არის მოყვანილი. ამას რომ თავი დავანებოთ. აი ეხლა რაც იოზვიაკის ამ წერილში არის, სტატიაში არის მოყვანილი. თქვენთვის რისი მანიშნებელია? რამ შეიძლება შეცვლევინოს ამ სახელმწიფოებს პოზიცია ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ან არის იმის მანიშნებელი, რომ აგვისტოს შემდეგაც შეიძლება ამაზე არ იყოს კვალიფიციური უმრავლესობა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით თავმოყრილი? Შეიძლება როდესაც საუბრობთ Deep State-თან დაკავშირებით, ამავდროულად განცხადებების სახით ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციას ბრძოლა აქვს გამოცხადებული. რა შედეგით დამთავრდება, ეგ ცალკე ამბავია და რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ, რომ Deep State-ი დამარცხდეს. ამ ბრძოლის პარალელურად ხედავთ, რომ განსაკუთრებულად გავლენები გაიზარდა ევროპის მასშტაბით და განსაკუთრებულად ევროპარლამენტში ხედავთ უკვე 7 რეზოლუცია იქნა მიღებული, უბრალოდ სამარცხვინოც არ შეიძლება რომ უწოდოთ იმდენად ფსკერს დაბლა არის ასეთი რეზოლუციები მიღებული, რომ რეზოლუცია, რომელსაც მხარს უჭერენ ევროპარლამენტის წარმომადგენლები, სადაც პირდაპირ შეურაცხყოფა არის მიყენებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი მიჩნეული არის, რომ არის პოლიტპატიმარი ევროპარლამენტის რეზოლუციით, ხოლო მეორე მხრივ სტრასბურგის გადაწყვეტილებები არსებობს, რომ სამართლიანად და სამართლებრივად სწორად იხდის მიხეილ სააკაშვილის სასჯელს, აქ უკვე საერთოდ ღირებულებებზეც კი ლაპარაკი არ გვაქვს, არათუ სხვა უმნიშვნელოვანეს დეტალებზე და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, სადაც ასე თითის დაქნევით გვეუბნებიან, რომ აღარ იყოს თქვენს ქვეყანაში მაგალითად აკრძალული ბაღებსა და სკოლებში LGBT პროპაგანდა, აღარ იყოს აკრძალული ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და ძალიან კარგია, რომ საღი აზრი ჯერ კიდევ არსებობს. ჯერ კიდევ არსებობს გონივრულობა, რომ უბრალოდ ასე დაჟინებით და ასე ყველაფერზე ხელისაღებით არ შეიძლება რომ სახელმწიფოს ელაპარაკებოდნენ და კარგია რომ ასეთი ქვეყნების წარმომადგენლები კიდევ არსებობენ და მათაც რა თქმა უნდა გაითვალისწინონ რომ იგივე რაც ხდება ახლა საქართველოს მიმართ, მათი ქვეყნების მიმართაც შეიძლება მოხდეს და არ ვარ დარწმუნებული რომ მათი ქვეყნაც არ ხდება, მაგალითად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის არაერთი განცხადება გვინახავს, მაგალითად ერთ-ერთის მიხედვით, უბრალოდ არავითარი დახმარება, ფინანსური დახმარება არ ღირს დავალებების მიღებად, რომ მაგალითად ფსევდოლიბერალური კამპანია იყოს წარმოებული უნგრეთში თუ სხვა მსგავსი შინაარსის. ბატონო, ჩემ კითხვის შინაარსი ცოტა დრო გრჩება და ამიტომ მინდა, ანუ მათი პოზიცია როგორ ფიქრობთ, შენ არ ჩუნდება ასეთი იმის შემდეგაც თუ გარკვეულ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლომდე? და თქვენი კითხვის პასუხს ვაუბრობდი, რომ
შეუძლებელია რომ უბრალოდ გონივრულობა არ არსებობდეს და არ არსებობდეს უბრალოდ ყველა ესე ხაზი გადაუსვას ლოგიკას და ამ მოსამართლობას მხარი დაუჭიროს. მოლოდინი რა თქმა უნდა ამისი არსებობს, მაგრამ ეს მოლოდინები არ გვაძლევს სიფხიზლის მოდუნების საშუალებას, იმიტომ რომ კარგად იცით რომ აქ მოსახლეობის რაოდენობასაც არის დამოკიდებული იმ ქვეყნების ხარდაჭერა, რომლებიც 75%-ზე მეტი ხარდაჭერით ცხოვრობენ, შეიძლება მიღებული იყოს გადაწყვეტილება. აქ მთავარი ის კი არ არის რომ გადაწყვეტილება ამგვარი თუ იმგვარი იქნება მიღებული. აქ თვითონ საკითხის დაყენებაც კი პრობლემა არის. საკითხის დაყენებაც კი შეურაცხყოფელი უნდა იყოს ნებისმიერი ქართულად მოაზროვნე ადამიანისათვის. როდესაც ერთ სიფრთხეზე დააყენებენ აბსოლუტურ უღირსობას და მეორე სიფრთხეზე არის მოგზაურობა, თავისუფალი მოგზაურობა, ეს წარმოუდგენელი უნდა იყოს ნებისმიერი ქართულად მოაზროვნე ადამიანისათვის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული პირები ის იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც უბრალოდ სუვერენიტეტი ფეხქვეშ არის გათვლილი, ყველაფერზე ხელმომწერები არიან. აბა დაუფიქრდეთ ერთი წამით, რომ ანალოგიური მოთხოვნა სხვა ქვეყნებს ქონდეს, თუნდაც ევროკავშირის რომელიმე ძლიერი ქვეყნის მიმართ რა დამოკიდებულება ექნებოდა და როგორ აიმაღლებდნენ ისინი ხმას. მაგრამ მათთვის ყველაფერი დაცაშებია, მაგრამ პატარა საქართველოს უბრალოდ ხმის ამოღების და სიმართლისთვის თეთრზე თეთრის ხმის უფლებაც კი არ აქვს მათი გადმოსახედიდან, მაგრამ ისეთივე უფლება აქვს, როგორც სხვა, არავის ნაკლებები არ აქვს, სულ ამას ვამბობთ ხოლმე. კი ბატონო, მადლობთ არჩილ გორდულაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მივესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს ეკასეფაშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში, გავაგრძელოთ საუბარი ტულსი გაბარდის ესე ვთქვათ განცხადებაზე და შემდეგ უკვე ამაზე რეაქციაზე საქართველოში გაკეთებულ განცხადებებზე. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ სწორედ ერთ-ერთმა ყოფილმა ელჩმა უწოდა გამჭვირვალობის კანონს რუსული. ზოგადად რამდენად შექმნა უკვე ამ იარლიყების პოლიტიკამ საფრთხე საქართველოს შიგნით და ასევე საერთაშორისო ურთიერთობებშიც. მოგესალმებით, თეა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. იარლიყების ეს პოლიტიკა ახალი არ არის, ძველი არის და საკმაოდ წარმატებითაც გამოიყენეს თავის დროზე. ჩვენ გახსოვს გამჭვირვალობის კანონს, როგორ უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა რუსული კანონი და როგორ აიტაცა ხალხმა ეს, იმიტომ რომ რუსული, როგორც ასეთი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის არის ის წითელი ხაზი, რაც საზოგადოების ყველაზე მეტ ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. თუმცა შემდეგ დროთა ვითარებაში, როდესაც უკვე ყველაფერს რუსულს, პრორუსულს უწოდებენ, იმდენად გაცვთა ეს ტერმინი, რომ გარკვეული კომიკური ელფერი შეიძინა საქართველოს სინამდვილეში, ყველაფერს რუსულს უწოდებენ. ანუ დავალება მართალია მიღებული აქვს, რომ იარლიყები მიაწერონ რუსულის და პრორუსულის ყველაფერს, მაგრამ იმდენად უნიჭოთ ასრულებს ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და სინამდვილეში საგარეო ძალების აგენტები აი ამ დავალებას, რომ ეს დავალება თავის მიზანს ვერ აღწევს და უკვე დაკარგა თავისი სიმწოვე, იმიტომ რომ ფაქტია და ცხადია, რომ საქართველოში საზოგადოებისათვის ეს პრორუსულობის იარლიყის მიწებება აღარ ჭრის, იმიტომ რომ აღარავის აღარ სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსი, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ისინი ასე უწოდებენ მას. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს უსაფრთხოებას და მშვიდობას ქვეყანაში. ეს არის ის უმთავრესი, რასაც საზოგადოება ხედავს. და იქ უკვე მეორე ხარისხოვანია ეს უკვე გაცვეთილი იარლიყების მიწებება. იარლიყების მიწებების საკითხი რამდენად მოქმედებს მეთქი საერთაშორისო ურთიერთობაში დავსვამ პირველ კითხვაში, მეორე ნაწილი ჩემი კითხვისა სწორედ საერთაშორისო ურთიერთობას ეხება. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ დღეს ჩვენსა და ევროკავშირის შორის არსებულ ურთიერთობას, იმ დათქმას, რომელიც არის აგვისტოს ბოლომდე, შეიძლება თუ არა იარლიყების მიწებების პოლიტიკამ გარკვეულწილად მიგვიყვანოს და დაჯდეს ევროლიბერალიზაციის ფასად. გააქვთ ესეთი მოლოდინი თუ არა? საგარეო ურთიერთობებს რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებშიც აი ეს პრორუსულობის რომ საქართველოს გადაუხვია ევროპულ კურსს პრორუსია და ასე შემდეგ იქაც დაახლოებით მსგავსი სიტუაცია არის იმიტომ რომ როდესაც მათ ამ ცარიელ და ლიტონ სიტყვებს არ მოყვება რეალური მტკიცებულებები და რეალური ქმედებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არამედ პირიქით ამ ყველაფრის საპირისპირო კეთდება საქართველოში იგივე მაგალითად ხორციელდება ასოცირების შეთანხმება სხვა უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ
იღებენ ამ ყველაფერზე. იგივე კურსი აბსოლუტურად პროდასავლური და ცივილური ღირებულებებისაკენ არის მიმართული და ამას ადასტურებს სხვა რეიტინგები, რა თქმა უნდა, ეს იარლიყები უკვე ცდება. რაც შეეხება ევრო კავშირში უვიზო მიმოსვლის თემას, ეს არის ერთ-ერთი იარაღი, რომელიც მიმართულია საქართველოს მოსახლეობის დასაშანტაჟებლად. მე იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს შანტაჟის ამ იარაღს ასე უცებ გადააგდებენ და კიდევ არ იქნება ზეწოლა ამ იარაღით, თუმცა მე ამასთანავე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში როგორც ეხლა კვლავ გაიმარჯვებს საღი აზრი და გონივრული აზრი და ესეთი რამე არ მოხდება საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს რომ მოხდეს, პირველ რიგში საქართველოს უნდა დაარღვიოს ის ტექნიკური მოთხოვნები, რაც ვიზა ლიბერალიზაციით არის გათვალისწინებული. ეს არის 4 დიდი ბლოკი. დოკუმენტების უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების დაცვა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ყველა ამ 4 მიმართულების მიხედვით საქართველოში არის პროგრესი და ამ პროგრესს ადასტურებს სხვადასხვა მეორე პუნქტთან დაკავშირებით აქვს ყველაზე მეტი პრეტენზია სწორედ ევროკომისარს, რომელიც წერილში ამბობს, რომ ადამიანის უფლებების მიმართულებით არის ბევრი კითხვები საქართველოში და პრეტენზიები. დიახ, ამის შესახებ მინდოდა გამოვცვა. ადამიანის უფლებების დაცვას რაც შეეხება, მათ მიერ ამ დანარჩი მოყვანილია ესეთი ფაქტი, რომ ესეთი არგუმენტი უпростоრად, რომ ვითომ და გამჭვირვალობის შესახებ ზღუდავს ადამიანის უფლებებს, შეკრების თავისუფლებას და ასე შემდეგ. თუმცა ისინი უფრთხიან პირდაპირ დისკუსიაში შემოსვლას. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი არგუმენტი არ არის ღირებული და არ არის სწორი, იმიტომ რომ ჩვენ ეს კანონი უკვე მივიღეთ, თავდაპირველად ეს იყო გამჭვირვალობის კანონი, ხოლო შემდგომში კიდევ უფრო გამკაცდა და ამერიკული ფარა მოქმედებს დღეს უკვე საქართველოში და ძალიან კარგად დავინახეთ, რომ არამც თუ შეწყვიტეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მუშაობა, არამედ ჩვეულებრივად აგრძელებენ რამდენიმე ახალი არასამთავრობო ორგანიზაციაც დარეგისტრირდა ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვეულებრივად მოქმედებენ და ამ კანონს ხელი არ შეუშლია არც შეკრების თავისუფლებისათვის, არც აზრის გამოთქმისათვის. ერთადერთი რაც წერია ამ კანონში არის ის, რომ მათ თუნდაც რევოლუციის მოწყობა შეუძლიათ, ოღონდ ამის შესახებ ღიად უნდა განაცხადონ. ხო, მხოლოდ ეს კანონი ხო არ არის ბატონეკა, არის ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, რომელსაც მიიჩნევენ სწორედ ევროკომისიის ამ კომისრის ამ წერილში კარგად არის განმარტებული, ასე ვთქვათ, ცლად არის განმარტებული, რომ რაც შეეხება საზოგადოების წარმომადგენლების შევიწროება და დისკრიმინაცია ხდება ამითი. რაც შეეხება აი მეორე კანონს, რომელსაც ისინი ითხოვენ, რომლის გაწოვასაც ისინი ითხოვენ, აქაც სრული წინააღმდეგობაა რეალურ ვითარებასა და მათ მიერ გაცხადებულ აი ამ არგუმენტ შორის. კერძოდ, ეს კანონი, რომელიც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწყლოვნების დაცვას ემსახურება, გულისხმობს LGBT თემის უფლებების არაშელახვას, არამედ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდას. პირიქით, ეს კანონი არის ერთგვარი მცდელობა და ძალიან კარგი მცდელობა, იმისა, რომ ის ზღვარი, რაც არსებობს LGBT თემის უფლებების დაცვასა და მათ პროპაგანდას შორის იყოს გავლებული და იყოს მკაფიო, რათა საზოგადოება და განსაკუთრებით მცირეწლოვნები არ შევიდნენ შეცდომაში. აი ეს არის ამ კანონის ძირითადი არსი, ასე რომ აქაც თავიდან ბოლომდე მათი განცხადება არის ტყუილი და საზოგადოებაზე манипуляციური ქმედება. ასე რომ ამ კანონთან დაკავშირებით, ამ ორ კანონთან დაკავშირებით მათი განცხადება არის მხოლოდ ლიტონი ცარიელი სიტყვები და რეალურ ფაქტებს არ ეთანხმება. ხოლო რაც შეეხება თქვათ დანარჩენ მოთხოვნებს, რომელიც გადმოღებულია 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ანგარიშიდან, იქ წერია მაგალითად ისეთი რაღაცა, როგორიც არის ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის მეტად გაზრდა. ამას მე პირადად მივესალმები და არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს და მე ვფიქრობ, არც მართლ გუნდს ექნება ამის საწინააღმდეგო არაფერი, თუ ანტიკორუფციულ ბიუროს უფლებები და დამოუკიდებლობა გაიზრდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პრემიერმა დაანონსა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. და განაცხადა პრეტენზია, რომ საქართველო უნდა გახდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით მსოფლიოში მესამე მოწინავე ქვეყანა. და ახლა გამახსენა სხვათა შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სხვა რეიტინგებით, როგორიც არის კანონის უზენაესობა, სამოქალაქო უფლებების დაცვა, პოლიტიკური თავისუფლებები, აი როდესაც ხდება ობიექტური ექსპერტების მიერ შეფასება, აი ამ რეიტინგებში საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ აი მათი ეს განცხადება, რომელიც აი ადამიანის უფლებების დაცვის ვითომ და
აი ამ მოსაზრებით არის განპირობებული, აბსოლუტური ტყუილია და მათი განცხადება კაპიტონიკა, ბოლოს მინდა აუცილებლად კითხოთ. აი, თქვენი ოპტიმისტური მოლოდინი, რომ არ ელით ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რაიმე საფრთხეს და ბარიერს, აი წინა სტუმარსაც ვეკითხებოდი ამის შესახებ, იოზვიაკის წერილიდან გამომდინარე, სადაც ის ამბობს, რომ იტალიის ხელმძღვანელობით 8 სახელმწიფომ გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხზე, რომ ეს პირველ რიგში დააზარალებდა საქართველოს მოსახლეობას. აი, ფიქრობთ, რომ აგვისტოს შემდეგაც თუ კი არ მოხდა იმ რიგ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებისგან რაიმე კონკრეტული რეაქცია და დარჩა ისე როგორც არის. შენარჩუნდება ესეთი განწყობა იმ 8 სახელმწიფოს მხრიდან? მე ვფიქრობ, ამ ორ კანონს რაც შეეხება მათი გაწევის საკითხი არის წითელი ხაზი და ეს არ მოხდება, თუმცა დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს გარკვეული, ასე ვთქვათ, თანამშრომლობითი ნაბიჯების გადადგმა, მით უმეტეს რომ თუ როგორც აღნიშნეთ, ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერება ან სხვა მიმართულებით რაიმე ნაბიჯების გადადგმა, სადაც არის პოტენციალი გაუმჯობესებისა, ამ მიმართულებით თუ განახორციელა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და მართლმა გუნდმა ნაბიჯებმა, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელი იქნება. რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან განცხადებები კიდევ იქნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა რეალური ნაბიჯების გადადგმა ნაკლებად მოსალოდნელია, იმიტომ რომ მე შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ჩვენი მომხრე ქვეყნების რიცხვი სულ 2 იყო, სლოვაკეთი და უნგრეთი, მოგეხსენებათ, ეხლა გაიზარდა ეს ქვეყნების რიცხვი და მას სათავეში იტალია უდგას და მე ვფიქრობ, ასეთი ქვეყნების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ ევროკავშირის ქვეყნებში საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს საღი მიდგომა და პრაგმატული აზრი. რადგან ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა თავიანთ ამომრჩევლებთანაც უნდა განამტკიცონ თავიანთ პოზიცია და თუ ისინი ვერ დაადასტურებენ იმას, რომ საქართველოს ჯიან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით და ტექნიკური საკითხები არაფერ შუაში არ არის, მათ თავიანთი ამომრჩევლის მხარდაჭერაც არ ექნებათ, იმიტომ რომ ისევ შეეწინააღმდეგებიან იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც დგას ძველი ევროპული სახელმწიფოები და ეს მათ ინტერესებში არ შედის და კიდევ ბოლო უკანასკნელი საქართველო ისევე სჭირდება ევროპას, როგორც ევროპა სჭირდება საქართველოს და ეს ლიტონის სიტყვები არ არის, ეს არის პრაგმატული ურთიერთსასარგებლო ინტერესებზე დამყარებული თანამშრომლობა, ასე რომ მე არ ვფიქრობ. დიახ, დაასრულეთ და დავასრულოთ საუბრალი. ასე რომ მე არ ვფიქრობ, რომ ამ ასეთ მკვეთრ ნაბიჯს გადადგავენ და შეარყევენ ისედაც შერყეულ იმ დობას, რომელიც ამჟამად აი ამ ბოლო პერიოდში განვითარდა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციასთან დამოკიდებულებით. ისინი ამ ნდობას მე ვფიქრობ, რომ გაუფრთხილდებიან. მადლობთ, ეკა სეფაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ასეთი იყო მოვლენათა ქრონიკა ამ დროისთვის, გაიცანით ყველა სიახლეს იმედი ნიუზ-ზე 4 შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.